ევროპა კი არ გადაარჩენს, კაცო, მოდი ბოლომდე ვთქვათ რა, ევროპა დაამარცხეს ჩვენმა დიდმა ბებია ბაბუებმა, გაერთიანებული მაშინდელი ევროკავშირი რაც იყო, მაგას გადაუარეს ტანგურები ურტყის. თან სხვათა შორის დღეს რომ ეგ დავდე, ეგ განცხადება ვიღაცებს შემოარდნენ და ეგ ჩვენ დავამარცხეთ გერმანია მარტო. შენ რატომ საფრანგეთი მაგათქდა ბიჭო? მაგასაც აი ის რეაქცია უნდა. ჯე, ნახე, მოდი ფაქტოლოგიას მივყვეთ რა ბიჭო. საფრანგეთის წინააღმდეგობის მოძრაობა კი არსებობდა მეგობრებო, მაგრამ აი რაც საფრანგეთის წინააღმდეგობის მოძრაობაში იყო ფაშისტების წინააღმდეგ, მაგაზე ერთი რავი 100-ჯერ მეტი, აი ოფიციალურად დივიზიები იყო ფრანგული, რომელიც გერმანელებთან ერთად უმობდნენ ჩვენი ჯარის წინააღმდეგ. იყო ცალკე სახელმწიფო შექმნეს საფრანგეთის სამხრეთის ნაწილად და მოდი ხაზარის ველა, რავი, მთელი გაერთიანებული ევროპა ომობდა, კაცო, მან. კი, ეგ ძალიან ნიშანდობლივია, იმიტომ რომ აი ჩვენი წინაპრების, ჩვენი ბაბუების 8 წლის შემცირების მცდელობა მიმდინარეობს. ეხლა რა, აი თურმე ჩვენმა წინაპრებმა უბრალოდ საწყალი გერმანელები დაამარცხეს. მარტო ისიც აი ლენდლიზის დახმარებით, თორე ჩვენი წინაპრები რას შეძლებდნენ, კაცო, ის დაამარცხებდნენ. ეგ არის ძალიან დიდი სიცრუე. იმიტომ რომ ფაშისტური გერმანია მაშინ, რასაც ერქვა, სინამდვილეში იყო კოლექტიური ევროპა. და ჩვენ შეგვიძლია ქვეყნების ჩამონათვალი გავაკეთოთ, რომლებიც პირდაპირ ან მოკავშირეები იყვნენ ფაშისტური გერმანიის, ან თვითონ მონაწილეობდნენ საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ომებში. მაგალითად, საფრანგეთი 6 კვირაში დანებდა. საფრანგეთი, რომლის ნაწილი იყო გერმანიის მოკავშირე და ოკუპირებული იყო, ესპანეთი, ან ფრანკოს ესპანეთი იყო პირდაპირი მოკავშირე, აი პირდაპირ. მათ შორის ჯარები იყავდა. ჯარებითაც ეხმარებოდა გერმანიას, იმიტომ რომ გერმანია ეხმარებოდა ესპანეთის სამოქალაქო ომში მანამდე, სოციალისტების წინააღმდეგ. ხა მუსოლინის იტალია მოკავშირე იყო და იყო, ხო? ბულგარეთი, რუმინეთი, უნგრეთი, აი ჩვეულებრივი მოკავშირეები იყვნენ. ერთადერთი ქვეყანა, რომელიც არ იყო მოკავშირე ჰიტლერის, იყო სერბეთი და ისა საბერძნეთი. ნუ და პოლონეთი კიდე. თუმცა მანამდე პოლონეთი გაიყვეს საბჭოთა კავშირმა და იმან და ევროპიდან ვინც აქტიურად ომობდა, ეგ იყო სკანდინავიის ქვეყნები ჩათვალეს. სკანდინავიის ქვეყნები ერთ დღეში აიღეს. ერთ დღეში იმიტომ აიღეს, რომ არავინ არ აპირებდა მაგაწინამდე ომს. ანუ იყო მანდ ესე იგი ნაციზმის ნიშნები და უხაროდა იმ ხალხს თორე რომ დომებოდა და გაუწევდნენ წინააღმდეგობას. ავსტრიის ანშლუსი მოხდა, ანუ საერთოდ შეიერთეს და ავსტრიელებიც მონაწილეობდნენ. ანუ პრაქტიკულად გაერთიანებული ევროპა იყო ინგლისის გამოკლებით, რომლის ადამიანურ რესურსებს, ტექნოლოგიურ რესურსებს, ეკონომიკურ რესურსებს ფლობდა ფაშისტური გერმანია. აგერ უკავაჩვენთ, გამოვიტანთ აგერ. აი ვის ჩვენი წინაპრები ეომებოდნენ აი ამას. ან ნახეთ, აი მუქი ლურჯი ფერით რაც არის ესენი იყვნენ მოკავშირეები. ის ესპანეთის ჩათვლით. ნუ ესპანეთი აი შეიძლება უფრო არა ესეთი აქტიური მოკავშირე, მაგრამ აი პირდაპირ აქტიური მოკავშირე მუქი ლურჯი ფერით რაც არის ესენი იყვნენ. ღია ლურჯი ფერებით რაც არის ეს ნაწილები დაიკავეს, ოღონდ დაკავებული ქვეყნების ნაწილი პირდაპირ მე შემდეგ თანამონაწილეობდა. აი მაგალითად საფრანგეთი აქ რო სამხრეთ ნაწილი მუქი ლურჯი ფერით არის, ჩრდილოეთ ნაწილი რომ დაიკავეს, სამხრეთ ნაწილი მოკავშირე გახდა და მაგ პერიოდში ეგ იგულისხმება, რომ ჩრდილოეთ ნაწილიც, ნუ მისი საწარმოო სიმძლავრეები, მისი ეკონომიკა უკვე დაკავებული იყო, კონტროლდებოდა გერმანიის მიერ, მათ შორის პოლონეთი, ხა პოლონეთი, რა თქმა უნდა, პოლონეთმა ხა მცირე დროთი მოახერხა, მაგრამ სადა წინააღმდეგობის გაწევა, მაგრამ მას შემდეგ რაც პოლონეთი დაიკავა, ხო გვესმის რომ პოლონეთის რესურსები იყო ის გერმანიის ხელში, მეტიც კაცო, უკრაინის დასავლეთ ნაწილი, მას შემდეგ რაც დაიკავეს,
აქტიურად თანამონაწილეობდა და თანამშრომლობდა. ამიტომ იმ მომენტისთვის, როცა დაიწყო უკვე საბჭოთა კავშირსა და გერმანიას შორის ომი, გერმანია იყო ფაქტიურად მთელი ევროპა მთელი ევროპა ინგლისის გამოკლებით იყო დაკავებული ან რაღაც ირიბი მოკავშირე როგორც ესპანეთის მსგავსად და დაკავებული იყო და მისი რესურსები, მისი საწარმოო სიმძლავრეები იყო გერმანიის ხელში. ამიტომ აქ ლაპარაკი შეგვიძლია მოხსნათ ეს რუკა. აქ ლაპარაკი იმაზე არ არის, ხალხო არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ რაღაც საბჭოთა კავშირი დიდი იყო, გერმანია ერთი პატარა ქვეყანა და მხოლოდ ამ პატარა ქვეყანაში არსებული საწარმოო სიმძლავრეები იყო გერმანიის ხელში. წარმოვიდგინოთ ახლა მაგალითად საფრანგეთის სამხედრო ინდუსტრია იყო, მეორე მსოფლიო ომამდე ვარაუდი იყო, რომ დაახლოებით თანასწორი შესაძლებლობების მქონე ყველაზე წამყვანი იყო. ხო და მაგ მომენტში ყოველგვარი მნიშვნელოვანი დანაკარგების გარეშე საფრანგეთის სამხედრო ინდუსტრიისთვის დაიკავა გერმანიამ საფრანგეთი და უკვე საფრანგეთის სამხედრო ინდუსტრიაც ეკუთვნის გერმანიას. პოლონეთის სამხედრო ინდუსტრია, ჩეხოსლოვაკიის სამხედრო ინდუსტრია, რომელიც ერთ-ერთი განვითარებული იყო მაგ პერიოდში, იტალია ბუნებრივად მოკავშირე იყო ისედაც. ამიტომ სინამდვილეში მთელი ეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპა ხო ეს იყო მთლიან ერთიანი კოალიციური სამოკავშირეო ერთობა, რომელიც ფაქტობრივად ევროკავშირი იყო, მაშინდელი ევროკავშირი, რომელიც ფაშიზმის ქოლგის ქვეშ გაერთიანდა, ზოგმა წინააღმდეგობა გაწერა რაღაცა ერთი თვე და დანებდნენ და არ გვინდა ზოგმა ერთი დღე და მოდი არ გვინდა წინააღმდეგობას დანია დანებდა თუ არ ვწდები ერთ დღეს თუ სამი დღე რა ეგეთი დანია მე როგორ ვიცი ერთ დღეს დანებდა ხო ან ჩვეულებრივად არ წევ წინა საფრანგეთი 6 კვირაში ხო ეგ და მთელი ბრიტანულის საექსპედიციო კორპუსი დიუნკერკთან ალყაში მოყვა და რაღაცა გემებით ევაკუაცია რო არ მოეხდინათ ანუ ჩვეულებრივად გააფარჩაკეს მაგათი ჯარი რაღაც არ შეინიშნებოდა მაგ ვითომ ოკუპირებულ ევროპულ ქვეყნებში რაღაც არნახული წინააღმდეგობა ფაშისტური რეჟიმის წინააღმდეგად. ჩვეულებრივად ან მორჩილები იყვნენ, ან შევიდნენ კოლაბორაციაში გერმანელებთან. ეხლა შემდეგი რაღაცაზე მინდა გადავიდე რა, აი ლენდლიზზე მინდა გადავიდე რა. აი როგორ დგება ხოლმე ეს საკითხი, რომ ამ ჩვენმა დიდმა პაპებმა და ბებია ბაბუებმა კი ომეს, მაგრამ ეგ არა კაცო მთავარი ამერიკა იარაღს უგზავნიდა მაგან მოიგო ფაქტობრივად ამერიკა მოიგო რა აი ბიჭო მოდი აი ეგეთ რაღაცები როგორ გავარკვიოთ ხოლმე იცი იარაღს რო უგზავნიდნენ საფრანგეთს ეგეც არ უგზავნიდნენ საბჭოთა კავშირს საბჭოთა კავშირისგან განსხვავებით საფრანგეთის ტერიტორიაზე ინგლისის ჯარი რამდენიმე ასეულ ათასობით ომობდა კაცო. სტალინგრადთან ბრიტანული კორპუსი ექსპედიციო არ იყო და საფრანგეთში ბრიტანელები და ფრანგები ერთად რომ ომობდნენ გერმანიამ მაგას გადაუარა თავზე 6 კვირაში გიტლერი იდგა ეიფელის კოშკთან პარიზში. ამიტომ საკითხის ისე დაყენება რომ აი საბჭოთა კავშირს ვიღაცამ бенზინი გამოუგზავნა და ის რაღაცა მანქანები და თვითმფრინავები, ეგ ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ეგ კარგი იყო, მაგრად მიეხმარა საბჭოთა კავშირს, მაგრამ შენი პაპა ბებია რო ომობდა სისხლროღრიდა და შენ რო ცდილობ მაგის დაკნინებას და ვიღაცამ იქ რაღაცა ლენდლიზი გამოაგზავნა და საკითხს ისაყენებ რომ მაგითი მოიგეს დეგენერატი მოდი მაგაზე აი ზუსტი შედარებით ვეცადოთ რომ რაღაც გასაგებად გავხსნათ რა მოცემულობა იყო ლენდლიზის 80%-ზე მეტი გადაეცა ბრიტანეთს ანუ მთელი ლენდლიზის ოდენობა დაახლოებით 4-5 ჯერ უფრო მეტი ოდენობა რაც შეადგენდა ლენდლიზი გადაეცა ბრიტანეთს ვიდრე საბჭოთა კავშირს ბრიტანეთის შესაძლებლობები ამ 4-ჯერ მეტი მიღებული დახმარების საფუძველზე ბრიტანეთის შესაძლებლობები რანაირი იყო ამ ომში იმ პირობებში როცა ბრიტანეთის ადამიანური რესურსი ნუ ფაქტიურად დიდი განსხვავება არ იყო გერმანიასთან ანუ ფიზიკური ადამიანური შესაძლებლობები და კოლონიებს თუ გავითვალისწინებთ ბევრად აღემატებოდა
ანუ იმის პრობლემა ბრიტანეთს არ ქონია რომ მობილიზაცია მოიხდენა და სათანადო წინააღმდეგობაში შესულიყო და ამ პირობებში ბრიტანეთის ჩართულობა 44 წლამდე როცა ამერიკაც ჩაერთო და გატეხილი იყო გერმანიის სამხედრო ძლიერების მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე მიზერული იყო ფაქტიურად რაღაც ავია თავდასხმები და ზღვაზე იმის რა ქვია იმის გერმანიის ოპერირების პრობლემების შექმნა, აი ეგ იყო მთელი ბრიტანეთის ჩართულობა. მან ჩანს რამხელა ანუ რა მნიშვნელობა ქონა ლენდ-ლიზის ამ ბრძოლაში და მეორე მნიშვნელოვანი დეტალი. ლენდ-ლიზი ეს ძირითადი ნაწილი ამუშავდა 43 და უკვე 43 წელში უკვე ანუ როცა საბჭოთა კავშირმა მოიგო უკვე მოსკოვის ბრძოლა და სტალინგრადი ან მოსკოვის ბრძოლა როცა საბჭოთა კავშირმა მოიგო მან დროს ლენდ-ლიზი პრაქტიკულად ჯერ ამუშავებული არ იყო ანუ რაღაც მიზერული პროცენტი აქტიურად ჩათვალე რომ მაგ დროს ლენდ-ლიზი როცა საბჭოთა კავშირმა მოახერხა და მოსკოვის ბრძოლა მოიგო მაგ დროს ლენდ-ლიზი ჯერ არ მუშაობს 43 წელს როცა საბჭოთა კავშირმა უკვე სტალინგრადის ბრძოლა მოიგო, მაგ დროისთვის არის ლენდ-ლიზის შედარებით მცირე ნაწილი ამუშავებული, ანუ უდიდესი ნაწილი ამუშავდა შემდეგ. აქედან გამომდინარე, ანუ მოსკოვის ბრძოლა მოგებადი ყოფილა ლენდ-ლიზის გარეშე და სტალინგრადის ბრძოლაც მნიშვნელოვანწილად იმ პირობებში, როცა ბრიტანეთს ჯერ მეტი დახმარება ეძლეოდა, აი მაგ პროპორციის პირობებში ლენდ-ლიზის ძირითადი ნაწილი როცა არ არის ამუშავებული, მაგ პირობებში მოგებადი ყოფილა სტალინგრადის ბრძოლა. ამიტომ წარმოდგენა რომ საბჭოთა კავშირი ვერ მოიგებდა ლენდ-ლიზის გარეშე, უფრო მეტი დანაკარგები, აი აგერ ჩამოგითვლით, კაც ზუსტი მონაცემები არსებობს. ანუ ისტორიკოსები ვარაუდობენ, რომ დაახლოებით 5%-დან 10% იყო საბჭოთა კავშირის მშპ იმ დროს. ანუ მაგრა ოდენობის მშპ-ის თანაფარდობის დახმარება იყო ლენდ-ლიზით. ანუ საბჭოთა კავშირის მთლიანი შიდა პროდუქტი რაც იყო მაგის 5%-დან 10%-მდე. აქედან მნიშვნელოვანი რაოდენობის არის, მაგრამ ჩანს დავაზუსტოთ. ჩავშალოთ. თაკ უფრო ზუსტადაც არის. ანუ სურსათის 15-20%, ტანკების 10-დან 15%-მდე, თვითმფრინავების 15-დან 20%-მდე, სუბუქი ავტომობილების და სატვირთოების 40-დან 50%-მდე და ანუ დანარჩენი არის რაღაც 30% ალუმინი და შემდეგ. და თან ნიშანდობლივია, რომ როგორც შოთამ აღნიშნა, ძირითადი მასა ამ დახმარებების, ანუ ოდენობა, მასშტაბი წამოვიდა 43 წელს. 43 წელს უკვე მოსკოვის ბრძოლა წაგებული ჰქონდათ გერმანელებს, ანუ კონშეტევაზე გადავიდა საბჭოთა კავშირი ბრძოლა. უკან დაახევინა იმასთან მოსკოვთან. და უკვე გერმანიის ბლიცკრიგი უკვე ყველასთვის გასაგები იყო, რომ ჩავარდა. და უკვე სტალინგრადის ბრძოლები მიმდინარეობდა. ანუ სტალინგრადის ბრძოლა მოიგეს 43-ის დასაწყისში. სტალინგრადის ბრძოლის მერე დაიწყეს ძირითადი ნაწილი. ანუ სტალინგრადს შეხედეს მოკავშირეებმა, აბა რას იზავს საბჭოთა კავშირი და სტალინგრადში რომ მთელი გერმანული არმია აიყვანეს ტყვედ და მარშალ პაულიუსი რომ ტყვედ ჩაბარდა, იგი გასაგები იყო, რომ საბჭოთა კავშირის დახმარების დრო იყო და მეორე ფრონტი როდის გაიხსნა? 1944 წლის ივნისში. ანუ ომი უკვე მიმდინარეობს 3 წელი. და ისიც რატო გახსნეს 1944 წელს? იმიტომ რომ საბჭოთა მოკავშირეები ხვდებოდნენ, რომ თუ ისინიც არ დაიწყებდნენ უკვე ევროპის ტერიტორიაზე შესვლას და დაკავებას, სავსებით რეალური იყო, რომ საბჭოთა კავშირი მოეგო გერმანიისთვის ომი და ლა-მანშზე რო გავიდოდა წითელი არმია, მერე მთელი ევროპა წითელი აღმოჩნდებოდა. დონაცია ავსტრიელი მხატვარი გწერს, გილოცავ ბიჭებო ევროპის დღეს. ჩვენმა წინაპრებმა მოგილოცეს ევროპის დღე პირდაპირ. ლოგიკურია ავსტრიელი მხატვარი და მისი ფან-კლუბი რო ევროპის დღეს აღნიშნავს დღეს, ეგ ლოგიკურია.